ბიჭებო, გამარჯობა. გამარჯობა. თანამოსაკნეები? ხო, რა. თანამებრძოლეები. თანამებრძოლეები მირჩევნია მე პირადად. კი. აი საკანი არ მომწონს და არც საკაბატი მაგრამ. საკანს მე პალატას ვეზახდი, კაი ხანი. პირადად ბოლომდე მე ვერ მივეჩვი. სხვადასხვა დღეს დაკაკავეს. აქციიდან წამოვედი, რაღაცა რაც საქმეები მქონდა მოვითავე და წამოვედი, შევთავაზე ლევანს, ვინც მეხდა თან ჩემი მეგობარი, თუ მოდი ხარ წაგიყოლებთ ხო? მე რიოც უკან მყავდა მანქანა, იქ ჩავჯექით მანქანაში და დავიძერთ აბუგაშვილით, მე ჯავახიშვილი ჩამოვედით. იქ დამხვდა პატრული რა, იმ საათები რო არის რაღაც ხო იცი მონუმენტით. იმასთან იდგა პატრული. წინა დღესაც იდგა და ის წინა დღეს რო იდგა იმ ეკიპაჟმა გამომიწერა 1000 ლარიანი ჯარიმა დელისთან მანქანით გზის გადაკეტვაზე. ლევანს ვეუბნები რომ მეთქი ხანახე უეჭველი კიდე აგვეკიდება თქო რა. ჩემი ნომერი გადაცემული აქვს თქო და შეიძლება გაგჩხრიკოს თქო და მივდივარ და ცოტა ხანში ვამჩნევ მომდევს. უკნიდან. ამასობაში მე და ლევანი ვლაპარაკობთ, მოდი ჯერ შენ დაგტოვებ და მე ტაქსი წავალ მეუნება ლევანი მეთქი, არა მოდი დაგტოვებ ბარემ და წამოვალ, არაფერი არ მოხდება და რაღაც მაგლაპარაკში ვარ და ნუ ბოლოს გადავუხვიე ისე რომ ლევანისკენ წავედი, ესე წერისაზე რომ ავსულიყავი. ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ იქ გავივლიდი, ამათ 4 საათით ადრე იცოდნენ რომ კითხო რა. ხიც რომ მივახლოვეთ უკვე ამინთო იმან პატრულმა. რომელ ხიც? ან თამარ მეფის ხიცი. ამინთო პატრულმა დავიწყე ნელა შენელება და აი ხიც გავწდი და მალევე სადაც მესამე მეოთხე ხესთან ალბათ უკვე გაჩერებული ვიყავი. ჩვეულებრივად მოვიდა, მომესალმა რაღაც საბუთები წარუდგინე. პატრული. და მოკლედ ამ მართვის მოწყობას უყურებს მეუნება რომ უნდა გადმოვზანდეთო რომ იდენტიფიკაცია გავიაროთ და ჩვენ მანქანასთან მოდითო. გამიკვირდა ხება ხა ეგეთი რაღაც არაზოს. პროცედურაზოს არ დაუალებიათ ესე ვთქვა და კარი გავაღე და როგორც კი გადმოვიდნენ ნაბიჯი გადავდგი, აი ეგრე მიწიდან ამოვიდნენ ეს ტიპები. ძალიან ბევრი გამხელები შემიბოჭეს, პატრულის მანქანაზე გადამაწვინეს და დაიწყეს ერთი ხელი მომხვდა უკანა ჯიბესთან, მეორე ხელი თქვა ჩაცვლა და ჯიბეს ჩამიდეს ეს რაღაცა. ხელი რო ჩაგიცურე, შენ უკვე ხვდები რაც ხდება? კი, ხო, იმიტომ რომ ჩხრეკის გაკავებულზე ჩხრეკა, რომელი ტერორისტი მე ვიყავი ხა რაღაც ჩახილის კამარი მკეთებოდა რა უჩვეულოდ ამ. არა, იფიქრე თუ იგრძენი რო ჩაგიდეს. არა, ის თვითონ რაღაცა ვერ ვიგრძენი, რომ ხელში მუჭაში უნდა ჭეროდა ის შანსიარეს თითებით ვერ დაიჭერდა 4 ცალი იყო და თანგას ტუალეტის ქაღალდში ქონა გახვეული. და ესე თქვა ჩაიტანა მუჭა გაშალა ხელი და მე ხელი წამოიღო რა. თანამ მაშინ რა ქვია ჯაჯგურში თან მე უფრო ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი რომ ანუ მეთქი ალბათ წყმას დაიწყებენ და რაღაც ისე რო უქნა რომ ძალიან არ მოხვდეს. მე ხელში მოხვდა ეთყობა აქ რაღაცა რკინის ფანარი მედო რაღაც ისეთი აქციისთვის და ის ფანარი ამომიღეს და წავამაყენეს ეგრევე ფეხზე და ამაყენეს ხესთან ესე ორი კაცი იქით ხელი ეჭირა ეს პატრული გაუშვეს. და რაღაცა სელოდებია რა, მიდი მოდიან, იქ რაღაც ფურცლებს აშრიალებენ, ის ვიღაცას ელაპარაკება, ის გულეშიძე. სავარაუდოდ არ ყოფიდნენ ლევანისთვის რა უნდა ეკნათ, იმიტომ არ ელოდებოდნენ იმას როგორც ჩანს ჩემთან ერთად რა, ანუ იცოდნენ რომ მარტო უნდა ყოფილიყავ. რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ვიღაცამ დაურეკა კიდეც და ნუ ეს არის რაც დავინახე ტელეფონზე სადაც მაისულაძე ეწერა, რაც დავიმახსოვრე. უთხრეს რომ დაიწყეთო პროცედურაოდ რაც ქვია ჩხრეკა და ნუ ამანაც ანიშნა ამათ და დაიწყეს ჩხრეკა და ნუ ამოიღეს ის რაც ჩადეს და შენი რეაქცია რა იყო? ერთი ის იყო რომ ხო ცოტა ნუ ეს რომ ამოიღო და ამდენი რომ დავინახე პირველი რეაქცია იყო რომ იყო მეთქი მეტი აღარ იყო ანუ რაღაცა ჩადებაზეც იმაზე ვფიქრობდი რომ იქნებ ისე ჩადეს რომ ოკეი რაღაცა პატარა ის იყოს მეთქი რა სასჯელი სვადა ხო მე უკვე ხო მივხვდი რომ რასაც აკეთებენ რა და რომ ამოიღო ეს ერთი ვედრო რაღაც ნაგავი ნუ მანდ მივხვდი რომ აზრი აღარ აქვს ხა ამათანა საერთოდ ლაპარაკს რამეზე და დაუწყე შეტევა მაგ დროს რა ემოცია მოდის შიშის ემოცია რომ მაგრა გაგწირეს ბრაზის ემოცია რომ რანაირად გაგიბედეს შიში იყო აი იმ წუთასაც ჩადების მომენტი რომ ვიგძენი პირველ მანდ იყო შიში მე უკვე ბრაზი დაიწყო იქიდან რომ წამომაყენეს მეუბნებოდა რომ გადაგიყვანთო ხა ნარკოლოგიურში რომ გადაგამოწმებთო თუ სუფთახა რომ არაფერი რა ნუ ნერვიულობ თუ რაღაც ეგეთი რა და ცოტა დავეჭვდება ჯიბეშხელი რატო ჩამიყეს მეთქე და მაგ დროს დავხედე და უკვე დავინახე უკვე ეს ამობურცულიც და დავწმუნდი რომ არანაირი ნარკოლოგიურში გადაგიყვანთ არ არის და ნუ აქედან მეთქი ეს ვინც აქ ჩადო და ვისიც არის იმის
დაიწყე. კი. ნიკა, შენ დაკავდეს რა გახსოვს? მახსოვს და კარგად რა დამავიწყებს ნანუკა. სახლიდან გამოსვლიდან ყველა მიცის რომ აკაჩხლაძის გამო ის დღე ეძღვნებოდა მაკას ჩემი მხრიდან და აი როგორც კი გამოვედი ჩავჯექი ტაქსიში უკვე იყო უჩვეულო მდგომარეობა. ოღონდ უჩვეულო იყო არა იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში უჩვეულო, უბრალოდ ცხოვრობის ერთ ადგილას ყველა მიცის ეს არის გლდანი და არ არის ეს რუსთაველის გამზირი, ანუ ხალხი სიმრავლე დროის სიმონაკვეთში, ანუ 10 საათის შემდეგ 11:30 იყო ბოლოს რო შევხედა სახლის საათს, ანუ კედლის საათს და დაახლოებით ტაქსიში ვიყავი როგორც ვიხსენებ 11-ს რომ აკლია 20 წუთზე მეტ. როგორც კი დავინახე ეს ბევრი ადამიანი შავებში ჩაცმული, თან იმ კადრის მერე რომ აკას ვიღაცა თავს დაესხა, სასიკვდილო თავდასხმას უწოდებ, მიწიდან გაჩენილი ბევრი უცხო ადამიანი. ანუ ეს ხალხი დაინახე და მე რა ხდება? იმ მომენტში ვიფიქრე რომ უნდა მცემონ. და რაღაცნაირად დავიწყე იმისთვის მზადება რომ მე ფიზიკურად მარტივად საცემი ვარ ასე ვიტყვი, იმიტომ რომ არ მაქვს სხეულის მასა იმდენი რომ ეს ადვილად გადამეტანა და იმ წამს რო გაჩნდა ფიქრი რომ ანუ სახლიდან ხდება 30 მეტრში, ანუ ეს პირველი მანქანის ტაქსის კარის გამოღება და თავზე დაჯდომა, პირდაპირ გაგებით თავზე დაჯდომა და თავდასხმა და აი ეს მოგუდვა და აი ამ ყველაფრის მათ შორის იმ დაიწინებეს და ყველაფრის და ეს ხო ადამიანური ემოცია, ანუ მოგლეჯა მოხსნა არა, ან დაუშვათ მოიხსნა, აი პირდაპირ მოგლეჯა და ყველაფერი ერთად ხდება, მე ამას ემატება ეს თავზე ჯდომა, მე ვერ ოღონდ ჯერ ვერ ვხვდები პოლიციელე თუ ტიტუშკა რომ უმოწმებს არის. უფრო ტიტუშკისკენ ვარ და უკვე ვფიქრობ იმას რომ ესეც კი უკვე ვინმე თუ ამას ხედავს, იმიტომ რომ იქ კორპუსებია და იქვე 30 მეტრში არის დედა, ანუ უკვე ახლა ვიცი მარინა როგორია, ვიცი რომ ჩართულია ამ პროცესებში, ის პროტესტით ცხოვრობს მუდმივად ყველა ეპოქაში და უცებ აი უკვე მზადვა რომ აი ხა რომ ვიღაცა მოთხოვს, აი ნიკუშას ესე 30 ადამიანი შეიძლება მეტიც იყოს, ანუ მე ვამბობ რომ დაახლოებით რომ განსაზღვრო და იქვე გაჩნდა შიში, ოღონდ ჯერ დედის, ანუ დედასთან დაკავშირებით. მე იყო ეს მიშველეთ, ჩემი განწერული ყვირილი, ოღონდ შიშზე უფრო ხმამაღალი იყო ეს მიშველეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გათხოვა მქონდა რომ იქნებ ვინმე დაინახოს რომ გადაიღოს. ფაქტი სად არის? და ფაქტი სად არის და როგორ გითხრა? შიში ხო იყო? წამიერად ამოვისუნთქე და რა ფაქტი ხალხო აშკარად გეშლებით ვიღაცაში და მართლა გამიხარდა, ვიფიქრე რომ მართლა ვეშლები, თან მე ხო რაღაცნაირად ესეც სულელი აღმოჩნდა, გულუფყვილოდ ვარ ვიცი რა დავარქვა და უცებ აი ყველა დაარდი რომ ანუ დედა ჩემი ანუ ცოცხალი იქნება, იმიტომ რომ არავინ აღარ ეტყვის და ახლა მეტყვიან რომ ხო შეგვეშალე, მოიცადე ფოტოს გადავამოწმებ სახელს გვარს და ამას ოღონდ არ შვებიან. და ეს აგრესია ანუ იმატებს და უცებ ისევ ბრუნდება ეს შიში. როდის მივხვდი რომ ნარკოტიკი ჩაგიდა? როდის ჩადებით არ ჩაგიდეს ხო? ანუ ჯიბეში ხელი ხო, საქმეში გიწერია და ამას არ ჩაგიდეს. ჯიბეში არ ყოფილა და ნამდვილად არ. და არც უპოვიათ. არც უპოვიათ. უბრალოდ დოკუმენტში წერია რომ თითქოს იპოვეს. კი ბატონო, შემოვიდა იზოლატორში, ან ბევრი გამოძიებელი რომ მოვიდა. გამთენისას და მეერე რო კიდე მეორე დილა რო გათენდა და ის ვიღაც რომ მოვიყვანო ოფიციალურად რომ გამოგზავნოს ვიღაც გამომძიებელი და ფურცელი გაშალეს, იქ მეუბნებიან რომ თქვენ ბრალად გედებათ რაღაცა ეს მუხლებით ანუ აი რატომ მოცნოდა და ხო რაღაცა 260 და ვეუბნებ რომ არ მეინტერესებს, იმიტომ რომ რა ნარკოტიკი ხალხო და ოღონდ მართლა ვამბობ, აი როგორი ემოცია იყო, იცი რომ ეს სტრეს გავლილი და უკვე შიში კი აღარ არის, უკვე არის რომ შოკში ხარ ხართ ადამიანებო და თან როგორ გითხრა, არ ვიცი როგორ გამოიყურება ეს, მაგრამ ბევრი ანუ 14 რო წერია, არსად არ გამიგია, მართლა არ გამიგია, თუ რაღაცა ნარკოკარტელს არ დააჯდნენ, მე არ გამიგია ადამიანზე ამდენი და აი ეს რაღაც წარწერა რაც მქონდა, ეგ იყო შოკის წარწერა. გიორგი, როდესაც მივხვდი რომ უკვე ბაშარში ხარ, შენი პირველი ფიქრი, რისი მომარაგება დაიწყე ემოციურად? ეხლა რომ დაუფიქრდე რა შევაფასო რა ხდებოდა, მოკავშირი არა, მაგრამ ვიღაც ტიპს ვეძებდი სავარაუდოდ ჩემი ლაპარაკით, ვისაც რაღაცნაირად აღიარებას მაინც გამოუტყუებდი, იმისი რაც გააკეთე, რაღაც ის მქონოდა რა, საწყისი წერტილი ალბათ რაღაცა ბრძოლის რა. ერთი რაც იყო რომ იმ მომენტიდან ეს რომ დავინახე, მივხვდი რომ ეხლა აზრი არ აქვს ამათთან აღარანაირ არც როგორ გითხრათ, დაალაგებულ ლაპარაკს კონსტრუქციულს და ასე შემდეგ და იმ მომენტიდან ვიწყებ ამათ კრიტიკას და ანამუსებას რაღაცა რომ ავიცი ახლა ოფიცრები ხართ და რეებს აკეთებს და მოკლედ ესე ამბავი. მე ცოტა ხანი ჩუმად ვიყავი რომ მივიდეთ მეთქი იქ ხვდები რომ უნდა მოხვდე იმაში კაპეზეში და აი დროზე მიმიყვანო მეთქი წამოვწევი ცოტა ხანი ვიფიქრებ რა უნდა ვქნა, იმიტომ რომ არ ვიცი რომ ეს კანონი ესეა რომ რაღაცა ვიდეო გადაღება ნეიტრალური მოწმეა საჭირო, მე რაღაც ჩარჩენილი ვარ 90-იანებიდან მოყოლებულ წესებში და ვერც ხვდები აი რა შეიძლება მოვიმოქმედო რომ რაღაცნაირად ეს ვამტკიცე რომ ჩემი არ იყო რა, საერთოდ ვერ ხვდები. თან ისიც მივხვდი უკვე იქ რომ დნმ-ი მომპარეს, ასე რა ქვია, სანაპიროზე. ესეთი რაღაცები აკეთა იმის ძირში და ვიცი რომ მოიტანეს ზუსტად ვისოდი სასამართლოში ამტკიცებულებს მოიტანდნენ უკვე იქვე სანაპიროზე. მაგ დროს რა ფიქრი მოდის ის რომ მე ხა ბევრი წლით მივდივარ, ის რომ დედა ჩემს გარეთ ვარ, ანუ მიხედავს ის რომ ჩემი ცოლი, ის რომ ჩემი შვილი, ანუ ადამიანებს რა ფიქრები მოდის? უფრო დედასთან დაკავშირებით იყო ეგ ფიქრები, იმიტომ რომ
ერთი რო ნინო ვინც იყო ჩემი მეგობარი ვინც უვლიდა ხო ის რჩებოდა არც კი ვიცოდი რომ შეატყობინებდნენ არ შეატყობინებდნენ ან ჩხრეკაზე როდის წავიდოდნენ სახლის ის გავს მორიგე იყო მეორე დღეს და რაღაც ჰაერში ვჩებოდით რა არავისთანაც არ მაკავშირებდნენ რომ სახში მაინც დამარეკინეთ ან რაღაც ეგეთი ხო და ნუ ერთი ეგ მომენტი იყო რა შეეხება ხა რამდენი წლით მიშვებენ ან რაღაც თქვა ეგ ფიქრები იდეაში ბოლომდეც არ ყოფილა იმიტომ რომ ვერც კი უშვებ რომ შეიძლება ვინმე ესე ბევრი წლით ჩვენი ბიჭებიდანაც და გოგოებიდანაც გაუვიდეთ და ჩარჩეს ბევრი წლით ციხეში ამიტომ ეგ ფიქრები არ მქონდა უბრალოდ ეს რაღაც განუსაზღვრელი ვადაროა და მოკლედ აი როგორ არის ნელ-ნელა იწყებს უკვე ციხეში ეს რაღაცა მოსვლას რომ ხო ცოტა უკვე დიდი ხანია რაც იხარ ან 8 თვე გავიდა არც ისე ცოტა მაგრამ ერთი მხრივ არის რომ 8 თვე გავიდა მაგრამ მალე გავიდა ეგეც არის ნეტა შემდეგი 8 თვე როგორ გადის ესეც ესე სწრაფად თუ არა დედის გარდაცვალება რო გაიგე გაბრაზდი ანუ გაბრაზდიზე გულისხმობიცი რა მე დავით ბოხმებოდი ხო არა უსამართლობის გრძნობა დამახჩობდა ძალიან ცუდი ფიქრები მქონდა არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც იქნება თქვენ არ მიეცით ქართულ დედას იმის საშუალება რომ თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით რომელიც არის ექიმი და რომელიც მას ეს ზრუნავდა და მე მინდა გკითხოთ თქვენ ახლა გოგობეჭიშვილო თქვენ დედას ხო ხავთ შემსრულებლები ვინც იყვნენ იმდენად რუხი მასა იყო ეხა იმ მომენტში ჩემთვის ხა მე სასამართლოში უკვე სათითაოდ ნახე ველაპარაკე როგორც მოწმეებს და კიდე რაღაცა დამამახსოვრდა მაგათ სახეებიც კი არ მახსოვდა იქ რაღაცა იყო რაღაცა მასა დიდი მასა რომელიც რაღაცა ბოროტებას აკეთებს ეგრე იყო ასოციაციაში ჩემთან თავში და აი გურეშიძე იყო ესე ვთქვათ ჩემი ფიქრების სამიზნე და პროკურორი და პირველი მოსამართლე აი ამ სამზე მართლა ისეთი ბრაზი მქონდა და ისეთი სურვილები რომ კარგს არაფერს ფიქრობდი მე ნელ-ნელა ეს და სალაპარაკოც ხა რაც მქონდა თქვა სათქმელი პროკურორზე და მოსამართლეზე ანუ ისეთი იყო რომ ეგრევე გამომაგდებდნენ აუცილებლად არავინ არ გამოჩებდა მე ნელ-ნელა სანამ მოვიდა შემდეგი პროცესი რაღაცა ჩამოვაყალიბე ისი თქმა უფრო მინდოდა მაგათთვის რომ ერთი სხვა ჩემი ემოცია გადმომეცა მეორე სხვა რაღაც საშუალება მიმეცა მაგათთვისაც რომ ხო რაღაცები გამოესწორებინათ რაც გააფუჭეს რა. ხო რაც ილია შენ მეგობრებთან ინტერვიუ ჩავწერე მაშინ მეთქეთ რაღაცა რომ დედამისიო ვერ კონტაქტობს ეს კომუნიკაცია არა აქ მაგრამ მგონია რომ ხვდებაო რა რომ გიორგი აღარ მიდისო რაღაცას ხვდებაო რა და შენ ძალიან კარგად იცი მისი მდგომარეობა როგორი იყო გონების აღქმის ყველას კარგად იცი და შენი აზრით ის რომ შენ ვერ მიდიოდი ამის აღქმა მექნებოდა აი სახში რომ მივდიოდი კი რომ დამინახავდა როგორ გითხრა რაცენეთ რომ შემოგეგებება ადამიანი რაღაც ეგეთი მზერა იცვლებოდა და აშკარად ანუ რაღაც ხო ესეთ კეთილგანწყობილი მზერა იყო რომ რაღაც რო გაუხარდა რომ გამოშტი მე იყო იქ რაღაც ღამე ან სერიალს ან რაღაცას ჩაურთავდი ერთად დავშდებოდი და რაღაცას შეველაპარაკები და რაღაც ეს საღამოს და რაღაც პერიოდებში ესეთი კონტაქტი მქონდა ხოლმე და ნუ ეგ ალბათ მოაკლდებოდა მიხვდებოდა მაგის მიხედვით რომ რაღაცა ხდება რამდენი ხანი იცხოვრე ამ რეჟიმში ბოლოს უკვე დედასთან რეანიმაცია რო დაჭერდა სახლში 9 თვე იყო ხო მას მე რაც კლინიკიდან წამოვიყვანეთ და მანამდე 2 თვე კლინიკაში ვიყავით და გულწრფელად მაინტერესებს შენი დაჯერებით შენ რომ გარეთ ყოფილიყავი უფრო მეტ საათს აცხოვრდი იცი არ ვიცი რა მოხდა არც ვკითხულობ არ მინდა რომ საერთოდ ვიკითხო ეგ თემა რაც მომიყვნენ იქიდან გამომდინარე შეიძლება თქვა რომ ხო აი ხა უცებ რაც ავაწყე მე ამ ერთი რაღაც ფრაზით და იმის მიხედვით შეიძლება ვეც მე ვერ მექნა ვერაფერი იმ არსებული მდგომარეობიდან კიდევ უფრო გაუარესებისკენ წასული სიტუაცია იყო გამწვავებული ნევროლოგიური თვალსაზრისით ისეთი მომენტიც იყო კიდე რომ ალბათ მისთვის არჩევანი რომ შეეთავაზებინათ ალბათ ის რაც მოხდა მაგას აირჩევდა ჩემი აზრით იმდენად როგორ გითხრა ისეთ მორიდებოდა ის რომ მე მიწევდა მასე ზრუნვათან ერიდებოდა ერთი და მეორე ვეცე დედა მაინც ის არის და პირიქით აქ შენს მიმართ სრულნის ისე ვთქვათ რაღაცა შინაგანი მოთხოვნილება და ამ დროს შეეროშვები გონია რომ რაღაცა ზედმეტად იტვირთები და
ხო, მოკლედ რაღაც ამაზე განცდები ქონდა ხოლმე. მანამდე სანამ ეს ინსულტი დაემართებოდა, უთხარი ცოტა ხანი დაისვენ. ახლა შენ მე მივხედავ რაღაცებს ხო რა. ახლა მე ვიქნები შენი მშობელი. როდესაც გავიგე რომ შენ დაგაყავეს 14 გრამი კოკაინით და რომ გადავთვალე ქართულ ბაზარზე, რომელიც სავსეა კოკაინით და მე მაგას ვეძახი დღეს ელიტური კოკაინის გულაობებს, იმიტომ რომ მათ სიტყვა გულაობები უფრო უხდებათ ვიდრე კართობა ან ასე შემდეგ. მივხვდი რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, იმიტომ რომ ჩვენს ინბოქსში და არა მხოლოდ ჩვენს მეგობრებში, რომლის იმედით შენ მქონდა ხოლმე, ყველა მეგობარს შეეძლო წარედგინა მტკიცებულება, რომ შენ 5 და 10 ლარს თხოვდი შენს მეგობრებს. იმდენად სოციალური კრიზისი ქონდა ფინანსურად და არ გავს ეს ლოგიკაში არ ჯდება რა, რომ ადამიანი 5 ლარს გთხოვდეს და 14 გრამი კოკაინით მოძრაობდეს და ყიდდეს, ხო ხვდები, ანუ რაღაც მინიმუმ შენ და ყოფილიყავი ჩვენი შეძლებული მეგობარი, რომელიც აქეთ დაგვეხმარებოდა. და ამიტომ ჩვენ პირველი ბრაზი და პირველი სტატუსიც მახსოვს იყო ეს, რომ თქვენ ხო არ ღადავთ, იმიტომ რომ მაშინ კი ძალიან შევწუხდი, რომ შენი ეს რაღაცა ფინანსური ინფორმაციები გამოვფრინე, მაგრამ ანუ ბრაზი ამას მოყვა, მე რომ ვიცოდი შენ როგორ გიჭირდა ფინანსურად, ანუ ფაქტიურად მხოლოდ იმიტომ რომ შენ ტატუები არ მოეწონა, თողონ მართლა დარწმუნებული ვარ რომ შენ ტატუები ჩაგარჩიეს და ალბათ 4 ნომერთან სიახლოვის გამოც ლოგიკაში არ ჯდებოდა რა. ერთ-ერთი პირველი ადამიანი ხარ, ვის ვერსიებსაც ჩემი ფიქრები ემთხვევა უკვე იმ დროს, როცა საკანში ერთად ვიმყოფებოდით და რაც შეეხება იმას, რომ ააფრიალე არა, ყველაზე სწორად მოიქეც იმ მომენტში, იმიტომ რომ ეს უნდა ითქვა იმას, ვინც ზუსტად იცის და ვინც ზუსტად იცის, იმ პირობითად 5 ადამიანში ერთ-ერთი ნამდვილად. ხო, ვინერვიულე, მაგრამ თან უნდა დამეწერო. რაც ყველაზე მთავარია, რაც გარდა იმისა, რაც პირადად იცი და უფრო სიღრმისეულად იცი და დეტალებში, ეს ინფორმაცია ხო საჯარო იყო. მე ვწერდი საჯარო პოსტს, მაგალითად თუ მქონდა საჭიროება ინტერნეტის, თუ მქონდა საჭიროება მაგალითად აქციაზე, ტაქსით რომ წასულიყავი. მარინაზე რამდენჯერ დედის მედიკამენტისთვის ბევრჯერ დამიწერია, იმისთვის რომ რაღაცა ჭირდებოდა დაუშვათ დედას კონკრეტულად. აი რაღაცნაირად მიხდი ბაბლი გაითვალისწინე. თქვენთან სხვა ნარკოტიკი იყო? კი, ჩემთან ისეთი უფრო რა. სერიოზულად? არა, ხო, უფრო როგორ გითხრათ. ჯანკი ეს ხარ. არა ელი. ამასთან უფრო მაღალი კლასი. ეს გასული იყო იმეებზე რა ქვია. იმ სტერეოტიპს მოკლედ რომელიც თვითონ დაინახეს გვერდიდან, ყველაფერი მომარგეს. შენ არ აღმოგოჩნდა სისხლში არაფერი და ბოლოს მე იმ პროცესს ვესწრებოდი, როდესაც პროკურორი ბოლოს უკვე თმის სიგრძეს იცვლიდა და ძალიან კომიკური იყო ეს ეპიზოდი, ძალიან აი შეუიარაღებელი თვალთაც კი კომიკური იყო. და მეორე შენ ნაწილში, როდესაც ცდილობდნენ რომ შენ წარსული გამოეყენებინათ და შენი გაშავება და შენი ის ბრაზი სასამართლო პროცესზე, როდესაც თქვი რომ ამას არ გააკეთებინებდი და არ გამოაყენებინებდი შენ წარსულს ამაში. მაგასთან წვდომა მივეცი მე თვითონ, რომ მოვიდა გამოძიებელი, ან მაგასაც ნებართვა ჭირდება, რომ აი ეს რა ფორმითაც თქვა რაც პროკურორს ხელში ეჭირა, კანონის მიხედვით უნდა დართო შენ ნება, რომ ჩაიხედონ ამ საქმეებში სიღრმეში. და მივეცი ნებართვა იქიდან გამომდინარე, რომ მაინც მივდიოდი იმისკენ, რომ ჩაიხედავენ, ნახავენ, რომ რაღაცა იქ არცადარ გავრბივარ სასამართლოში მოვალ და რა თუ რამეზე პასუხი მაქვს ესე ვთქვათ, პასუხისგებლობა მაქვს ასაღები ავიღებ და რაღაც მაგ მიზნებით. ნუ აი მიცემული არ მქონდა პირდაპირ ეს პოსტივის ხელში მოხდა. მე ეს რაღაცა ნარკო დანაშაული ეს სიტყვა ჟღერს რა. და რეალურად ხა ჯარიმები იყო რაღაც რამოდენიმე მარიხუანის და 5 ნარკო დანაშაულში მრავალჯერ ესე ვთქვათ რაღაცა გამოჭერილი. რაც ხათშეს გიორგი მინდაძის გაუკვირდა ხო, მოხმარება იყო, ისე ქვია, შარდის ტესტებზეა ლაპარაკი და ნუ იყო რაღაც 2013 წელს ექსტაზი და ასე შემდეგ. ხო და ნუ ამის მერე გამოვიარე ხა ეგ ხო რა ვიცი ეგ იყო რამდენი 12 წლის წინ ერთი ამბავი იყო და მეორე 6 და ნუ 6 წელია არაფერი აღარ გაქვთ ფიზიკურად ჯერთი არ გამოვიდოდათ ნუ უცხოებზე თუ რაღაც პერიოდი დააჯერებდნენ თორე ვისაც ვიცნობ ვისთანაც მეგობრობ და ხშირი ესეთი ურთიერთობა მაქვს როგორ გითხრა ვერი მუშაობა ჩემი ახლობელია იმან იმდენი რაღაცა იცის რომ სულ გაგიჟდეს მთელი შესაძლო და სუსი ყველა ერთად მაგ ინფორმაციას ვერ ანუ მაგაზე მეც ვერაფერს ვეღარ გაიგებენ ყველაფერი მაქვს მონაყოლი და რა ვიცი ხა უნდა გამაშავო აი ამ თემასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ მინდა რომ კონდეს ყველა კითხვაზე პასუხი მქონდეს გაცემული რომ რაღაც დაიხუროს ეგ ფურცელი და გაგრძელდეს იქიდან სადაც დამთავრდა აი მოკლედ რაღაც ეს წყვეტა იყოს რაღაცა ხო ბოლო 6 წელია არ აქვს არანაირი სულ თავგადასავალი გამოსავლელი მქონა გარკვეული გამოცდილება იყო და შეიძლება მომავალში კიდე უფრო მეტი
უსაფრთხოება მომცა რომ ზუსტად ვიცი რა ადგილებში არ უნდა წავიქცე. ნიკ, შენ შემთხვევაში პირიქით იყო. ანუ პროკურორი ალბათ ძალიან განსაკუთრებული იყო, როდესაც მოგივიდათ პასუხი და შენ ბექგრაუნდში არაფერი არ მოიძებნა ნარკოტიკული. პროკურორი იყო შოკში, მე ესე მგონი, რასაც უყურებდი. აი შოკი პირველად იყო გზად სახლიდან CKP და შენობამდე, იმიტომ რომ იქ რომ მითხრა მოაწევს, აი გამომძახა იმან და ეს თვალები კუნინძასავით რო იჯდა და როსოფიძე ყველაზე ბოროტი და მატყუა რომ ვინც არის თან სხვას რო აბრალებს რომ იმან ჩაუდოა და ცნებულაში ხელი გვაყოფილა ჩემ ჯიბეში საქმეში რო ჩადეს პირდაპირ და იქ აი ამ მოსაწევზე ჩემი ოღონდ რა დამემართა იცი რომ მართლა ნუ აი ხო რაღაცა გიყვარს რაღაცა არ გიყვარს და არ მიყვარს ეს სუნი ეხლა რომ წარმოვიდგინე რომ 4 ადამიანმა უნდა გაუკიდოს და ეს ბოლი თან ზამთარია ანუ ფანჯერა აწეულია ყველა შემთხვევაში მანქანის და პირდაპირ პასუხი რაც იყო რომ ხალხო არც იფიქროთ რომ უნდა მოწიოთ იმიტომ რომ ინტოქსიკაციით ჩაგაკოდებით და აი როგორი მოხროჭე იყო იცი რომ აი ყურიდან წაიღო ფეხი და აი უცებ წინ გადავიძნიქეთ ყველა და აი ყველას თავი ჩემკენ და ეს კუნინძა როსოფიძე მეუბნება რომ მაგარი ნაბოზვარი ხარ და მაგარი შენზრეული და როდის გაიგეს რომ შარჩიც არაფერი არ აღმოგაჩნდა ესენ მიხვდნენ რეალურად რომ აი ესეთ პასუხს როცა ადამიანი ამბობ იქ უკვე გეგმა B წამოვიდა არის გეგმა D არის გეგმა G სადღაც K მარინაზე ინერვიულე მარინაზე ვინერვიულე ყველაზე მეტად და ალბათ რატო აი რა ასეთი დღე არ მქონია იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ლაშას წასვლა ემიგრაციაში და იცი ეს ამბავით რომ ლაშას მსგავსია ქოღონ ცოტა მსუბუქი ფორმებით გავლინდა ისევ ქოცების და ქოცხროვის პირობებში და აი ის кейსი რაღაცნაირად დაღათ არ გაყვარ ვართ ეგეთი ოჯახი რომ მე ვხედავ და მოვთქვამ და რაღაც უბედურება ეგ არ გჭირს და ლაშა რო წავიდა აი როგორ გითხრა არასდროს მარინას არ უთქვამს და იცი ძალიან კარგად როგორია რომ აი არასდროს შენს თავისუფლებას არ დაარღვევს არ დაუსვამს კითხვა რომ ზედმეტად ანუ გრძნობდი უბრალოდ რომ ლაშაც რო არ იყო რაღაცნაირად მისი სიმშვიდე არ გვისაუბრია ოღონდ ამაზე მე ხლა ამას ვამბობ აი ვამჩნევდი იმიტომ რომ აი ერთი მისთვის როგორია ხა ორგანიზმის შენის ხელის ერთი შვილი არა მეორე შვილი არა და მეორე და როცა იყო ეს აქციები და უკვე უყურებდა რომ ის 503-მდე სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილით ვიწყებდა ყველაზე მეტად ვინც არ მახსოვს იმით ვამთავრებ ეს ყველა კადრი მარინას ნანახი და თან მარინა არის ადამიანი რომელიც ყველაფერს უყურებს ნანუკა აი იმაზე უფრო მეტად ვიდრე ჩვენ პროფესიული ნიშნით ხო მაგრამ აი მე როდესაც უკვე მივხვდი რომ აქ საქმე რთულად ადამიანი ხარ აი მარინაზე ყველაზე მეტად რა შეშებია მე ერთადერთი ნერვიულობდი იმაზე რომ მარინას მაინც აქვს ეს სულ ამბობს ხოლმე რომ ალბათ ძველი ეპოქიდან მოსდევს რომ აი ხო იცი სხვა რა სიტყვის და აი პირველივე წერილი რომელიც მინდოდა რომ ყველაზე მალე მისულიყო მარინასთანაც და იქ ჩამოვწერე მოემზადა იმისთვისაც რომ ბრეივიკი თქვან რომ იყო სხვა ადამიანი და ის არის ნიკუშა კაცი ანუ ამისთვისაც მოემზადა ყველაფრისთვის აი მათ შორის ხო იცი რაღაც მართლმადიდებლობის კალაპოტში მორწმუნეობის ოჯახი ანუ აი ამ ყველანაირ კალაპოტში რომ აი ნიკუშა ძალოდობდა ხო როგორ პროპაგანდა როცა იცი რას იყენებს იცოდე ზუსტად რომ ყველაზე ცუდი რაც წარმოგიდგენია რასაც შვილს არ უსურვებ შეიძლება პირდაპირ მთავარ გამოშვებებში პროპაგანდულ არხებზე ეს მოისმინო და აი პირველი ღიმილი აი ვაი რო წამოიძახა სასამართლოზე იქ აი როგორ შევიკავე თავი იცი რომ ყველაფრისთვის ხალხს მომეგლიჯა რომ ოღონდ ეს იმიტომ რომ ის ჩემს რამზე კიდე უფრო გახურდებოდა და ეს იყო ყველაზე მძიმე ვაი დედაჩემისგან ეთერში რა დაინახა რომ მარინა მაგრად შეიცვალა გახდა მებრძოლი და ის აქციიდან აქციაზე ის მარინა არ არის რომელიც სახში ტელევიზორს უყურებს აი გეტყვი როდის მოვიდა ეს სიმყარე რომ იცი რომ დედაშენი ზუსტად ისევე არ დათმობს როგორც შენ რომ აი მოერია ამას რომ არ ეყოლება არ იცის რამდენი ხანი და არ მახსოვს მე მგონი იყავით რომელიღაც რესტორანთან სადაც იყო აი რაღაც კვარის მოსამართლეების რაღაცა შეკრება და ეს ისტორია მაგრამ მახსოვს ანუ ხანმოკლე პაიმაზეც კი ჩვენ 4 მივედით იქ და იქ მახსოვს ანუ მარინა როგორ მომიყვა ხანმოკლე პაიმაზე თუ რა ჩაიდინა იქ აი სადღაც მიხოხავდი ესე ჯარისკაცივითო იქ თან მარინას არ უყვარს მათ შორის ბიჭების დედა იცი კარგად და ბილს სიტყვა არ უყვარს მაგრამ არ უყვარს ვერიტანს და თვითონ რომ მიყვება თან რომ ქრინჯავს ეს რომ რაღაც ბილსის სიტყვები გამოიყენა და თან რომ სხვა გზა ანუ აიძულეს ესეც დედას აიძულეს რომ ყველანაირი ახლა რა უნდა იქნა მარინას მართლა კარატეზე დაიწყებდა სიარულს ხო მარინა ძალიან შეიცვალა ბავშვები რო იზრდებიან ესე ჩემ თვალწინ დედები შეიცვალნენ ხალხო პირველი ინტერვიუს დროს რო წერდი ვერ ლაპარაკობდნენ მე მახსოვს პირველი მე ვიყავი ვინც ისინი ვნახე ჟურნალისტები და მე რო ვნახე მე ბრძოლები ანუ ძალიან შეცვალა ძალიან და აი გავტყდი ემოციურად მაშინ როცა ვნახე რაღაცა კადრი იყო ესეთი თქვენთან გააკეთა გვანცა ნოზაძე მოკლედ ჩვენი ხმა იყო და დედების პატარ-პატარ რეპლიკები და იქ რაღაცნაირ მდგომარეობაში იყო იქ თავი დახრილი ქონდა მუდმივად იყო მომზადებული კურცხალისთვის და ნუ მომზადებული რა და თან თავს იკავებდა და იქ მართლა დავიღვარე ერთადერთი ეგ დღე იყო და მაგის მერე მალევე იყო უკვე ის როცა დავინახე რომ ანუ კი არ იტირებს აი დედას უტირებს მართლა და ყველაფერს დაუპირისპირდება და თან ოღონდ მარტო ერთი დედა ხო არ დავინახე
ბევრი დედა. ბევრი დედა ერთად და ნამდვილად. მან მქონდა როგორ იცი რომ მე ახლა ეხლა მე დავისვენებ, მიხედავენ და იქ და ნუ პლუს ლაშას ფაქტორიც, იმიტომ რომ ლაშაც და მარინაც და მეც ამ ჩვენი რიტუალი იყო მუდმივად ესეთი, რომ ჩემი გულწრფელდა იყო, რომ ეხლა იქ მესამე ხმა საჭირო, იმიტომ რომ ყავა აუცილებლად უშაქრო, ну, ოდნავ შაქრით მარინას და აი ის იუმორი რაც იყო და ეს იუმორი იყო მთელი დღის ენერგია. და ლაშას უეუბნებოდი, რომ აი ვიღაცა მილაბა ან ჩართეთ რაღაც კიდე აუციეთ, რომ აი ის კიდე იყოს შეგრძნება იმისო, კიდე მესამეს ლაპარაკობს და ანუ ლაშა რომ მარინას რაღაცას ეტყოდა და მარინა რომ რეპლიკას დაუბრუნებდა, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ისინი სახლიდან რომ გავიდოდნენ, იყვნენ იმაზე უარესისთვის მზად, ვიდრე მე გავიარე და მან უკვე მოვეშვი. საკანი უნდა გაგწერნოთ გიორგი. როდესაც ერთმანეთის გარემოში მოხდი, ჯერ მინდა პირველი რეაქცია, როდესაც დაინახე, რომ შეხვედი უცხოებთან, სანამ შინაურებში გადაგიყვანდნენ, სხვა შორის ეგ ძალიან გამიკვირდა. ერთმანეთთან რო დაქსვეს, გამიკვირდა რა და მოგეთილი ხარ ანუ უცხოებთან არა, შპიონებთან. შპიონები ხო, მაგრამ ზოგი მაგალითად მე მახსოვს გიორგი მინდაძესთან მოკრება იმაზე ვიყავი და სტრესში იყო, იმიტომ რომ ვიღაც რეციდივისტა, რომელიც რაღაცა 17 წელი იჯდა ციხეში რაღაც, ხო, ძალიან ძნელია. ჩემთანაც ეგეთი ვადებით იყვნენ, რომ სანამ ვადებს შეეკითხები, ძალიან უცნაურია რა, აი სხვა პატიმრებიც ვისაც ძალიან საჭმელი მოხან მაღაზიაში მეც რაღაც ურთიერთობა ხო იკალიბდება და რა როგორ გესალმება, როგორ იმასებს და უცებ რაღაც მე ხარ ველაპარაკებოდი ჩემთან ერთად ვინც იჯდა მეორე ჩვეულებრივ საქმეზე დაჭერილი პატიმარი ისე რო ეკითხებოდა ხოლმე რაღაც ამბებს, ანუ ისეთ მუხლებს იძახდნენ და ისეთ სასჯელებს, რომ რაღაცა კიდე რო იღიმოდა ეს ხალხი, ან რო ეგეთი რო იყო გაგიკვირდა, ანუ მათი ჩადენილი დანაშაული და სასჯელი აი ამ ტიპებს რაღაცა ერთმანეთზე არ ედებოდა რა. ხო და ეგეთივე იყო საკანშიც რა პირველი რო შევედი, ზოგადად ხა რაღაც ძალიან ველურებთან ან რაღაც სულ ადამიანებთან თუ არ მოხვდები, მეტნაკლებად მით უმეტეს ვინც დიდი ხანია იგზის, იცის რას ნიშნავს აი ეგ მომენტი რა, შემოსვლა, ადაპტაცია, არაფერი რო არ გაქვს, არც ბარათი გაქვს, არც სიგარეტი, არაფერი არ გაქვს საერთოდ. და მშიერი ხარ რა. და რა პირველი რაც იყო რომ დაჯექიმოდი ჩვენთან ერთად ჭამე, რაღაცა გავიცანით და ნელ-ნელა რაღაცა იგებენ ვიხარ. მე როგორც მითხრა, გარეთაც მოიკითხავენ ხოლმე ვინ ხარ, რომ შენ რასაც ყვები, რამდენად ემთხვევა იმას, რასაც შენზე ყვებიან. ანუ რაღაც ცალკე სამყაროა. კი, ენაც სხვა არის, აი რაღაც აბსოლუტურად მე კი იმას ვქენი, რომ ჩვენ რო კამათობდით ხოლმე ერთმანეთში. რამოდენიმეჯერ მითხრეს, რომ ანუ ეხლა როგორც შენ მეუბნებიო, ეგეთ რაღაც სხვაგან არ ხდება, ჩვენ დავმეგობრდითო, მაგრამ ესე აი ესეთ რაღაცა შეიძლება წამოგიკიდონო და კონფლიქტი წარმოგექმნასო, ანუ ესე არ უთხრა და რაღაცა ეს რაღაც ქოცურ ლაპარაკს ვეცარი რაღაცას. ყველა მხრიდან რო შეგიძლია რომ ის მოაბარა, საერთოდ გინდა იქით რო წაიყვან, ანუ რაღაცას ეუბნები ადამიანს, რეალურად ის ხდება რომ მას ეუბნები, ოღონ რამე რო იყოს თუ გაატარა გატარებადიც არის რა. როგორ აი თუ უნდა რა მასია დამოკიდებული. მიიღებს თავის თავზე, თუ მიიღებს მე რაღაც რეაგირება უნდა გაგიკეთოს ან არ გაგიკეთოს ან თუ ატყობ რომ მიხვდა რომ მასზეა და ესე ვთქვათ შეირგო, შეიძლება მე მეორე წამოვიდეს უფრო მძიმე და ეს ხო ხდება რაღაც ესეთი ბულინგი არის შეფარული, რომ მე რაღაც დომინაცია ვიღაცამ აიღოს რა. ბნელა? არა, პრინციპში, ანუ გააჩნია საკანს. განათებულიც არ არის. ზოგ საკანში არა. აი რაც დაგეგმილია ეს პროექტით. პროექტით იყო, ხო, ჩემთან სამი მოკლედ ისო ყველა მუშაობდეს მაშინ. ხო, აი მოკლედ სახლიც ყველა მე იცი შენიც ჩემი სახლი არ არის არც ულტრა კომფორტით, არაფრით რემონტით იმით ამით, აი ყველაზე ცუდი სახლი რო წარმოვიდგინე თბილისში, ნუ მე ავიღებ ჩემ თავზე, აი ის სახლი არის განათებული. ანუ იმ საკენდან მე რო სახლში დავბრუნდი და ჩემს უთხარი რომ ანუ 5+ ვარსკვლავით თუ როგორ ისინჯება, ანუ პულსი სად გვაქვს თავისუფლების პირობებში თუ სინათლის შართვა მოგიწევს 5 საათის შემდეგ, იქ ცოტა ადრე მოგიწევს, იმიტომ რომ როგორ გითხარ, თან პატარა ვიწროა, მე ეს რაფა ის ნაწილი არის ძალიან ფანჯარა? აი მაგას ვამბობ. სიღრმეში ძალიან ორი ის არის. ხო, მე მაგალითად ვიცი რომ პატიმრებიდან ყველაზე მეტად ლუკა ჯაბუას უჭირს და მზის გარეშე ყოფნა, ის საბასაც მე მგონი. მე მახსოვს ოკნელას მეუღლეს ელაპარაკებოდი შენთან გადაცემაში და აი სულ ენატრებაო სივრცეო. სულ როდი შევხედავთ სასო ხო? მე არ მახსოვს იგზენი თუ არა აი რაღაც მომენტში არ მჯეროდა ერთ-ერთი პირველი ყავისათვის გადავეხვიე სასამართლო და ანუ ვერ ვიჯერებდი რომ შეგეხე. კიდე უფრო იმიტომ უნდა დაუბრუნდეს ეს კოსმოსიდან ის ენერგია რომელიც გასცეს ამ ბოროტმა ჯოგმა რომ აი ამისთვის გწირავენ ოღონდ სრულიად უმიზეზო. სინდისის პატიმრებზე შენი განცდა რა არის? ვინ არიან ეს ადამიანები?
ჩემთვის არიან ის ხალხი, ვისაც ეს წლების მანძილზე ხო იყოს რომ გამოდით და რაღაცა ინიციატივის ამღებები და პლუს ნუ აი ხა რაც სასამართლოებზე ვნახე როგორ გითხრა ლოკომოტივი, ხალხი არის ლოკომოტივი ჩემთვის ამ ბრძოლაში, ჩემი თანამებრძოლები და ეხლა უკვე მეგობრებიც იმდენი რაღაცა მოვისმინეთ ერთმანეთის გარშემოში, შიგადაში გადაკვეთას ქონდა და ვილაპარაკეთ და არ ვიცი ხა ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ 18-19 წლის ბიჭები ისეთ სიტყვებს ამბობენ რომ ეხლა ვფიქრდებოდი 18 და 19 წლის რო ვიყავი და აი ამ სიტუაციაში რომ მოვხვედრილიყავი აი ესეთი აზრები მომივიდოდა თუ არა და ესე გამოვხატავდი თუ არა ჩემს სათქმეს თქო და ხა შეიძლება აღარ მახსოვს ჩემი თავი ძალიან კარგად 19 წლის ასაკში 18 წლის ასაკში მაგრამ არა რაღაცა სხვა ლეველზე არიან ტიპები რა ხო აი მინდა რომ ჩემთვის არიან როგორ რაღაცა ის კიდე რომ მინდა რომ უფრო ახლოს გავიცნო და მეტად როგორ გითხრა მეტად აღმოვაჩინო რა აი უცებ პატარა მანახი რა პატარ რაღაცები და მინდა რომ აი ძალიან ახლოს ჩავიხუტო და ერთად ყავდეს ძალიან ძვირფასი ადამიანები გახდნენ პროცესში რა ხო ძალიან ძვირფასი უკვე აი რაღაცა ბედქვეშ რომ მოვყევით მე პლუს რაღაცა სასამართლოებზე ერთმანეთს უსმენდით მეტი ინტერესი მაქვს რა რომ აი რანაირები არიან არც ერთი პატიმარი არ აღმოჩნდა მიუხედავად იმისა ვისთანაც საპროცესოებიც კი გააფორმეს და მე გადაყარეს არც ერთი პატიმარი არ აღმოჩნდა რომელიც მათი სპეცოპერაციის ნაწილი გახდა ანუ არც ერთი ანუ როგორ შეიძლება 53 კაცი შეარჩიო და ვერც ერთი ვერ აღმოჩნდეს ქოცი შიგნით შეშინებული ქოცი მაგრამ მინდა რომ დავუბრუნდეთ აი ამასაც ქოცი ხო მაგრამ ნუ საქართველოს ხვანაირად გაიზარდა რა მაგრამ იცი რა მინდა რომ გითხრა შიგნით საკანში რადგან ახლა ჩვენ მაყურებელი გვიყურებს ვიღაცა ფიქრობს რომ დაღლილია ვიღაცა ფიქრობს რომ რაღაც არ გამოდის ვიღაცა სახში აი მაინტერესებს რომ თქვენ საკნიდან დაანახოთ რა ხდება როცა საკანში ხარ აი შიგნიდან ქონიათ ის ფიქრი რომ ბიჭო მე მგონი გაჩერდნენ მე მგონი დაიღალნენ მე მგონი დაგტოვეს რომელიც მაქამდე არ მისულა წამიერი იმიტომ რომ ნახე რა ხდება მაგ ფრაზას აი გიორგის დამიდასწრობს იმიტომ რომ ბევრჯერ ქონდა პირადად მე და გიორგის ეს რომ აი რა წამსაც შენ დაუშვებ ეჭვს და ეჭვი ხო რაღაც ძალიან დიდ დეგენერატობა ანუ ნებისმიერ წამს შენ როცა მოინდომებ ის ეჭვი მოვა, ოღონდ შენ მონაწილეობ ამ ეჭვის გაჩენაში. და უცებ ამას მოსდევს, როგორი ფრაზა ანაცვლებს, იცი, მოიცადე ერთი წუთი და ის რო დგას იქ ვიღაცა ის მწვანე ქუდი რო აფარია და რო დგას სულ და რო ჩართავ ნებისმიერ დროს, სიტყვაზე ნანუკას ჩართავ თუ ინტერვიუზე უყურებ თუ გიორგი თარგმნებს, სულ იქ ბექგრაუნდზე რო ის ადამიანი თავის ადგილი რო მონიშნო, ანუ ვერაფრით ვერ მიცემ კი არა თვითონ მოცემულობა გეუბნება რომ უბრალოდ ეს ვიცით, ვიღაც სადღაც არის, ვიღაც გვიან მოდის, ვიღაც ადრე მიდის, მაგრამ მე მგონი აი ესეთი წამიერი ეჭვი თუ გაჩენილა ამას ცვლიდა ფრაზა რომ უცებ გიორგი მეტყოდა რომ და ისინი რომ დადიან სულ ჯიუტად მე სიტყვაზე მეორე დროს თუ გიორგი იტყოდა მე მქონდა აქ და რომ აი შეხედა იმ დროს რომ ამბობდი და ნახე კიდე იქ არის საბოლოო ჯამში გავიგეთ ის რომ რაღაცა ჩვენი კულტურა გვაქვს იმიტომ რომ აქციებმა რაღაცნაირად გამოგვაწყრთო და მე ვიგებთ რომ თუნდაც შე რო უყურებ 50 პირველი სკოლის ეზოში 500 კაცი დგას ვიღაც იქ პროპაგანდა რომ ამბობს 500 ამ დროს 9 აპრილის ბაღში და კიდევ უფრო მეტი და როგორც კი ცდილობენ რომ გზა არ გადაიკეტოს უცებ გამომგამრეს სოკები ციხე ვისახსოვს შენ რო თანამებრძოლს უყურებ თვალებში რა ციხე ხალხო გიორგი რა მოხდება შენი აზრით ოღონდ იცი რა მე არ მინდა რომ ჩვენ ახლა აქ სადღაც დავვიოთ აი მაგალითად თქვენ რომ იჯექით ჯერ კიდევ და აქ იყო ოფენი არის ძალიან დიდი ღონისძიება და ეს ბავშვები რომლებიც რუსთაველზე იყვნენ მანამ და აქ რო დავინახე გავგვიჟდი მეთქი შვილო შენ აქ ხარ რუსთაველზე გნახე ბოლოს და მეკითხავდი რომ რატო აღარ ხართ რუსთაველზე და ყველა მეუბნებოდა აი ყველა 90% მეუბნებოდა რომ კაი რა ყველად გავართ 5000 ლარის დაჯარიმო და გადამოწყულა ტყუილა და არა ეს გზა გამარჯვებაზე არ მიდის ეს გზა გამარჯვებაზე მივხვდი რომ ნიჰილიზმია რა ანუ რაღაცები არასწორად ვაკეთეთ მე რა დამაკდა მაგალითად პოლიტიკოსების მხრიდან რა იყო გამაზული მომენტი რომ რამოდენიმე თვე ნუ 1 2 ან 3 თვე რუსთაველზე იყო საუკეთესო სივრცე, სადაც შეეძლოთ პოლიტიკოსებს ეს ნდობის რაღაცა უკმარისობა და ეს უფსკრული ამოევს. შემოდგომა გვაქვს წინ რა. ეს შემოდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი. ერთი რაც ჩემთვის ჩანს, 4 რიცხვისთვის ემზადება ყველა. ისაც დემოკრატიულ ქვეყნებში მუშაობს, ჩვენთან აღარ მუშაობს. ამიტომ რასაც ხა ლევანი ამბობს, ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი ამ მომენტს ელოდებოდა, რომ ვიღაცა გამოსულიყო და ეთქვა, რომ აი რომ მივალთ იქ, ის კი არა რომ რაღაცა
კიდე 2 კვირა და 3 კვირა ვიდგეთ და მე გამოჩნდება არა მივალთ და დავიწყებთ დამთავრებას. ეხლა 4-ში დაიწყება 4-ში დამთავრდება მესმის ეს შეიძლება წარმოუდგენელია ეგ რა ვიცი ვარდების რევოლუციის დროსაც არ მომხდარა გამოს თავის მოლაპარაკებები და პროცესები 4-ში დავიწყებთ და მალე დავამთავრებთ ანუ იქვე დავამთავრებთ. აი მარტივად მილაგდება მოხდება ის რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ეს ერთი და მე მეორე მე ხო სასამართლოშიც ვამბობდი ყველას გონია რომ მომწონს ეს ხატოვნად არა შეგრძნება მაქვს ესეთი რომ ესე ვხედავ სცენას ანუ შენ როცა მართალი ხარ ჩვენ ამ შემთხვევაში ხო ვარ წარმოვადგენ სიმართლეს ეს ძალიან არ მოწონთ კოცებს მაგრამ რეალურად ყველაფერში ვამხილეთ ანუ ვამხილეთ რომ თურმე ჩადებები ისევ არის თურმე ადამიანებს ისევ იტაცებენ თურმე გაუპატიურების ღიმილით ყვები ამ ყველაფერს მაგრამ ეს ყველაფერი ხო თავის თავი ხო ამხილეს ამაში ჩვენი საშუალებით იმიტომ რომ გამოვკეტეს არ ვიცი გადაალეცეს იქ საბასხვიტარიძეს თავზე რაღაცები იქ მინიშნებები იყო იქ ანასტასიას დაემუქრენ გაუპატიურებით კი სისასტიკე და იქ მზია ძალიან ფიზიკურად და ძალიან არასწორად მოიხსენ დაჩაგრეს და ამცირეს ინო დათაშულს 90-იანი კი არა უარესი საერთოდ კომუნისტური თავარი ხელსაწყო გამოიყენეს ფსიქიური აშლილობის ეს დიაგნოზი კი ნაღამ დაუსვეს ფსიქიატრიას იყენებდნენ წამების მეთოდები როგორც ცეიფში თითები და მაგის გარდა აი რაც აი მოყოლებიან კომუნისტ და მე 90-იანების პოლიციას აიც კი ბინძური რაღაც ქონდა ქცევები ერთად ყველაფერი გაიხსენეს ისა მოკლედ რეზუმე რომ გავუკეთო ეს ენერგია არ მართლა არ დაიკარგება ეხლა ამის კალკულაციას მოვახდენთ ადამიანების მოქმედებაში თუ არა ნუ რეალურად ყველაფერს ვხედავთ ის ჯენზიც ვინ ჩვენ შეხვდა და მე ვიცი ჯერ კიდევ საკრიდან იმიტომ რომ ეს ნანახი მაქვს შენი ინტერვიუ ის ადამიანი ისევ იპოვის თავის ადგილს რუსთაველზე თუ არ იპოვის იპოვის ჭავჭავაძეზე თუ არ იპოვის იპოვის ლეონიძეზე ანუ იპოვის და ამ შემთხვევაში ლოკაციას მართლა არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ შეიძლება ეპიცენტრი სულ სხვა ადგილას აღმოჩნდეს. ეს ხალხი ან მოკლედ იმ თავის საკუთარ ნიჰილიზმსაც მოერევა, უიმედობასაც მოერევა და ერთი რამე არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი მარტივი ფორმულა, როცა მეკითხებიან, ვამბობ ერთ რამეს. როცა მე ვხედავ, რომ შენ მოდიხარ არ ვიცი 20 კილოგრამი ტვირთით, რომელიც ფიზიკურად შენთვის არის ძალიან დამამზადებელი და მე შენ ხედავ და მე ვიცი რომ შემიძლია შენ შეგიმსუბუქო ის 5 მეტრი სადარბაზომდე მისასვლელი. მე აღარ ველოდები შენს მზერას, უბრალოდ კითხავ თუ მომცემ უფლებას რომ მოგეხმარა რომ უფრო თავისუფლად შეხვიდე და ანუ ჩემი გასაკეთებელი მგონია იმ მომენტში. შეიძლება ეხლა 4-ისთვის ვემზადებით ეს დაწერილად თუ დაუწერილად ვიღაცას ვეთანხმებით თუ არა, მაგრამ შეიძლება მანამდე ბევრად ადრე იყოს. მე სადაც უნდა ვიდგე, იქ უნდა ვიდგე მე. ანუ მე ვარ ნიკუშა, შენ ხარ ნანუკას ადგილას მე ვერ დავდგები. ვერც ისე და ვერც ასე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები აი ამ ყველაფერს ხო აი მოთმინების ფილა ხო ყველაზე დიდი გვაქვს მე მგონი ქართველებს. და ამოასხამთ? მართლა აი ხო გვეცინება. არ მეცინება, რა ლაპარაკობ, ჩემზე ოპტიმისტი ადამიანი ძალიან ცოტა, იმიტომ რომ მე ვარ დარწმუნებული. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გადამწყვეტი შემოდგომა. 4 იქნება 5, 9 თუ 11 არ ვიცი. ყველაზე მეტად რაც უნდა კოცებს, აი ესე ვიტყვი. მოხდება ზუსტად ის. მე გიждები იმ სადაც მოხდება. აი გადაბწყინება და გადაბა. არ ვიცი, ადამიანებს, პატიმრებს, ვინმესთვის რამე სათქმელი გააქვთ, რა უთხრათ? მე მაქვს ერთადერთი. და სულ მეურებ და ყველაზე მოკლედ ალბათ ვიდრე მithქვამს. ზუსტად ის, ან ჩემი მოთხოვნილება რა არის? აი ესე უსვამ ჩემ თავს კითხვას და პასუხი მაქვს იქვე. ვაკეთო უნდა ზუსტად ის, რასაც გააკეთებდნენ ის ადამიანები, ჩვენთვის რომ დაესწროთ თავისუფლებაზე გამოსვლა. ხო, მე მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ არ მინდა ზედმეტი იმედი მივცე ჩემგან, მაგრამ ერთი ის მინდა რომ იმის საშუალება მომეცეს, რომ რაც ჩემ ძალებშია, მაქსიმალურად მოვახმარო იმას, რომ ისინი ამდენი ხანი იქ არ გაჩერდნენ რა. აი რაღაცნაირად მინდა რომ მეც მომეცეს საშუალება ამისი და პლუს ის მინდა რომ ჩემგანაც მე ის რაღაცა იმედი რომელსაც მივცემ იყოს ისეთი რა, ისეთი მათ რაც არის და არც გაბუქებული და არც რაღაცა იმედგამასრულებელი რა. მე გეშტოვებ. შაბათამდე მე მგონია რომ ძალიან საინტერესო შემოდგომა გვაქვს. ძალიან საინტერესო შემოდგომა. მთავარია რომ ამის გჯერდეს თითოეულ ჩვენგანს და მთავარია რომ გარეთ გამოვიდეთ. მოკლედ დადგა ის დრო, როდესაც კოკა-კოლის დალევა ორმაგად ქსიამოვნებს. რატო? იმიტომ რომ გათამაშება მუსიკალური გათამაშების დრო მოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიგებთ პრიზებს. რა პრიზებს და გათამაშების წესებზე ვსაუბრობთ ახლა და ამიტომ კარგად მისმინათ. არც ერთი სიტყვა არ გამოტავოთ. მოკლედ, ვყიდულობთ კოკა-კოლას, რომელსაც აქვს ყვითელი თავსახური. ამის პარალელურად ვწერთ კოკა-კოლის ლოიალობის აპლიკაციას. დარწმუნებული ვარ, უკვე ჩამოწერილი გაქვთ კიდევაც, იმიტომ რომ 400,000-ზე მეტი გამომწერი ყავს, რომელსაც ქვია Coca-Cola Reward Georgia. აწერია და
ვიღებთ მონაწილეობას საახალწლო ყველაზე მასშტაბურ გათამაშებაში, რომელშიც 270,000 ადამიანმა, ხახნო 270,000 ადამიანმა მონაწილეობა უკვე მიიღო. პროექტი ეშვება 1 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე. აუცილებელია, რომ ვიყიდოთ ნებისმიერი კოკა-კოლა, რომელსაც აქვს ყვითელი თავსახური. შიგნით მოთავსებული ასეც ვიცოდი. შიგნით მოთავსებულ 10 ნიშნა ციფრი შევყავს აპლიკაციაში. უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი 10 ნიშნა ციფრი, ანუ ყოველი თავსახური წარმოადგენს ერთ ბილეთს, ანუ ერთ შანსს, რომ თქვენ გახდეთ გამარჯვებული. გათამაშდება შემდეგი საჩუქრები. და ბოლოს, მთავარი პრიზი. პარიზში ლეიდი გაგა